მე მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ატიტუდის როგორც სოციალური ფსიქოლოგიის ინტერესის ობიექტის საკითხს. იყო პერიოდი, როდესაც სოციალურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება იყო მიმართული სწორედ ატიტუდებისკენ, სოციალური განწყობებისკენ. რადგანაც მიაჩნდათ, რომ ატიტუდის შესწავლით, სოციალური განწყობის შესწავლით ხდება ძალიან იოლდება ქცევის პროგნოზირება, რომ ატიტუდი არის ქცევის პროგნოზირების იარაღი და ინსტრუმენტი. ამისით გამოიყენებოდა შესაბამისი სკალები, მაგალითად ტურსტონის სკალა, რომელიც იძლევა საშუალებას სოციალური განწყობის ვალენტობა იქნეს დადგენილი და ასევე მისი სიძლიერეც გაიზომოს. მაშ როგორც ვალენტობა, ასევე მისი სიძლიერე და ხარისხი, მაგრამ დღესდღეობით ინტერესი ატიტუდებისადმი შედარებით შენელებულია და დღეს მე უკვე ვისაუბრე ამ თემაზე, საუბრობენ ქცევასა და ატიტუდს შორის ორმხრივ მიმართებაზე. თუ კი ატიტუდი ზემოქმედებს ქცევაზე, მეორეს მხრივ თავად ქცევა ახდენს ზემოქმედებას ატიტუდზე და აყალიბებს თავის შესაბამის სოციალურ განწყობებს. ახლა რაც შეეხება ატიტუდის გაცნობიერების, სოციალური განწყობის გაცნობიერების საკითხს. როდესაც ადამიანი ავტომატურად მოქმედებს, მისი განწყობები ცნობიერების მიღმა რჩება. მაგალითად, დერეფანში ხვდებით ნაცნობს და ავტომატურად ვეუბნებით სალამი. მაგრამ ახალ სიტუაციაში ქცევა ავტომატურობას კარგავს და მასში ცნობიერი, ძირითადში აზროვნებასთან დაკავშირებული პროცესები ერთვება. ასევე ხდება ატიტუდების გაცნობიერება, რასაც ავტორები უეცრად დიდ სარკიან ოთახში შესვლასთან ადარებენ, როდესაც უეცრად ადამიანი საკუთარ თავს ხედავს სარკეში. ქცევისა და განწყობის ურთიერთმიმართებას ნათლად ასახავს ფილიპ ზიმბარდოს სახელგანთქმული ექსპერიმენტი. სხვათა შორის ეს ექსპერიმენტი შემდგომ იქცა ამერიკული ერთ-ერთი ფილმის სიუჟეტათაც, ფილმი ფაქტობრივად გადაიღეს ზიმბარდოს ექსპერიმენტზე. რაში მდგომარეობს ეს ექსპერიმენტი? მამაკაც მოხალისეებს სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს შესთავაზეს ციხეში, ბჭყალებში, რომელიც უნივერსიტეტში იყო მოწყობილი, ჩაჯდომა. ეს ექსპერიმენტი ჩაატარა ზიმბარდომ 1961 წელს და ასევე გაიმეორა ეს ექსპერიმენტი ჰენისთან ერთად 1998 წელს. ზიმბარდოს აინტერესებდა ციხის სისასტიკე, დამნაშავეთა და ზედამხედველთა სიბოროტის შედეგია, თუ ტუსაღისა და ზედამხედველის სოციალური როლები იწვევენ სისასტიკისადმი მიდრეკილებას. მას აინტერესებდა სისასტიკის ფენომენი, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და აინტერესებდა, ხომ არ არის სისასტიკე დაკავშირებული იმ სოციალურ როლებთან, რომელსაც მაგალითად კონკრეტულად ციხეში ასრულებენ ტუსაღები და ბადრაგი და ზედამხედველები. ციხე რომ სისასტიკის ადგილი, ამაში ადამიანები არიან დამნაშავეები თუ ადამიანები სასტიკი ხდებიან, იმიტომ რომ ციხეში იმყოფებიან. აი ესეთი საკითხიც იყო მისთვის საინტერესო. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარკვეული დროითი პერიოდის შემდეგ, ესე იგი მას შემდეგ, რაც როლები გადანაწილდა, მას ნაწილი კენჭისყრით სტუდენტებისა იყვნენ ზედამხედველები ციხის, ნაწილი ტუსაღების და რა თქმა უნდა ეს მოხდა მათი ნებასურვილით, მათი თანხმობით, მათ თავად აირჩიეს, ასე ვთქვათ, მათი არჩევანი იყო ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა და ხდებოდა აბსოლუტური ზუსტი მოდელირება ციხის სიტუაციის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და აი რა შედეგი იქნა მიღებული. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარკვეული დროითი პერიოდის შემდეგ ზედამხედველებმა დაიწყეს სისასტიკის გამოვლენა, როგორიც არის ტუსაღების დამცირება, მათი შეურაცხყოფა, უაზრო და სასტიკი წესების შემოღება და სხვა. ხოლო ტუსაღები ამ ზედამხედველთა სისასტიკეზე განსხვავებულად სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ. ზოგი ვარდებოდა აპათიურ მდგომარეობაში, ზოგი იწყებდა ჯანყს.
ყველა აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, შეიძლება ასე ითქვას. და ზიმბარდო იძულებული გახდა, რომ დროზე ადრე შეეწყვიტა ექსპერიმენტი, რადგანაც მასში დაინახა სოციალური პათოლოგიის ხიფათი.